ლექსი ძახის ერთი მეგონი ოსია, ხო? ხო. ოსია, ხო? აი გავუშვი თუ შეიძლება რა. Можно вот так песня еще раз? Хорошо, можно. Видео, да, у тебя? Да. Ицмакаци ჩემს ხელს რომ ღეროდა ფურმარელზი უჩიმოდ არ ჯდებოდა გადავავიწყდი მომიმატოვა რომ ცეხიდან აღარ გამოვალ Машалла. Два грузина подрались, один тянет за уши, другой кричит гауши. Вот такие моменты. Отпусти, да, гауши? Гауши. Да, гауши. აი მაინც როგორც ჩვეულებრივ ხალხში მაინც როგორ არის ურთიერთობები შენარჩუნებული რა ჩვეულებრივ ხალხში ჩვეულებრივი ადამიანები დაალაგებენ ამ გაუგებრობას რა ჩვეულებრივი საზოგადოების ხალხის წაი როგორი ის არის რომ თვითონ თავისით ლაგდება ხო აუცილებლად დაალაგდება რა აუცილებლად დაალაგდება ეხლა მინდა ერთი ვიდეო გავუშვა ერთი ძალიან მომხდა გულზე რომ აი ოიც ყველას ყავს ეხა ბავშვობის მაკაცები, მეგობრები, გარდაცვლილები, წასულები, ესა და ეს ვიდეო რომ ნახე ძალიან მომხდა გულზე და თუ შეიძლება თქვენს მინდათ რომ განახოთ მაგარი კაცია ძალიან ვინც ამ ინტერვიუს იძლევა. Ვისი ხმა გინატრებათ ყველაზე მეტად? მე მყავდა ჩემი ბავშვობის მეგობარი. ჯემალი აფხაზი. შესანიშნავი მომღერალი. შესანიშნავი პიროვნება. უგანათლებული ადამიანი. ჩემთან ერთად მუშაობდა შვედი საქმეში და ბიზნესი ერთად ჰქონდა და ამოდენიმე წლების წინ აი ამ ცენტრში აქანა სამწუხაროდ უცებედად გადაიცვალა. ნატრება იმის ხმა. ისეთი ტკბილი ხმა ქონდა, ისეთი ტკბილი ჰანგები, ისეთი მელოდია იცოდა. არ ვიცი. აი, ხალხად გონაშვილიო რო იტყვია, იმას არ შეეძრებოდა, მაგრამ არც ნაკლები არ იყო იმას. აი, იმის ხმა ნაკლები. სულ ჩამესვეს ხმში. მადლობა. რა მაგარი. გული ტკბილი მეგობრობა ქონდა. გული ტკბილია საერთოდ, აი და არ ვიცი აი სხვა ქვეყანაა რა. კი. აი არ ვიძახი რომ ყველაზე კარგი არის, აბსოლუტურად სხვა განსხვავებული ქვეყანაა რა. და აი ეს როგორც მარგალიტი ისე ჩანს თელ დედამიწაზე რა. რატო? იმიტომ რომ რეალურად საქართველოს მართლა ვამბობ აბსოლუტურად ყველა სფეროში ამოძრავებს სიყვარული. სამშობლოს სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, ოჯახის სიყვარული, შვილიშვილების, მაკაცების, ეკლესიის, მოგონებების, ყველაფრის ღმერთის, კი ბატონო. ანუ ქართულს ღმერთის არ ეშენია, ქართულს ღმერთი უყვარს. ეგ არის. და ამითი ვართ ესეთები როგორებიც ვართ. იქ ბატონობს მეფისტოფელი, კი ბატონო, ეგრეა ზუსტად რა. იქ გაიყიდა ყველაფერი, გაცივდა, პლასმასი გახდა ყველაფერი გესმის და სიყვარულს უნდა მოუფრთხილდეთ, სიყვარულს უნდა მოუფრთხილდეთ. კი ბატონო